ერთი მონაკვეთი ბატონ ტარიელის მონაწერიდან დეოკუპაციის ასპექტებზე ლაპარაკობს ბატონ ტარიელი და ერთ-ერთ ასპექტად მიიჩნევს აი ამას. ეს არის დამპყრობლისგან თავსმოხვეული იდეოლოგიური სქემებისა და ეთნიკურად დამანაწევრებელი ბრჭყალებში თეორიებისგან გათავისუფლება. მე ვერასოდეს დავეთანხმები იმ რუსსა თუ სხვა უცხოელს, ვინც ქართული ენის საზღვარს სამტრედიასთან ავლებს. იხილე მაგალითად გიპერტის რუკა. ეს ის რუკა, რომელიც ჩვენ მახსენებთ წინაზე. ხო, ამ რუკაზე ახლა მე უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი რა, ვისაც კი აი რუკებთან, ენობრივ რუკებთან შეხება ჰქონია, დაანებოს მარტო კავკასიის აი ესე ჩაღემას, ცოტა გავიდეთ რა იქითკენ და დახედოთ საფრანგეთის რუკას, მეც და რას ნახავს? ნუ ნახავს რომ იქაც საკმაოდ ჭრელია რუკა, მაგრამ ეს არაფერს არ უშლის ხელს საფრანგეთს და საზღვარი არ გადის თქვათ ლიონთან, რა ვიცი, როგორ გითხრათ. აი საშიშროებას ამ ხრივ მე ვერანაირს ვერ ხედავ და მეტიც მოდით აი ესე ვთქვათ რა, მე მინდა ახლა ცოტა შეიძლება ეს პათეტიკურადაც გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა რომ ვინც კი ხედავს საშიშროებას მრავალფეროვნებაში, ну ეს მისი პრობლემაა. მე მაგალითად მრავალფეროვნება მიმაჩნია სიმდიდრეთ და ამას ვუყურებ როგორც სიმდიდრეს, ერის სიმდიდრეს. იქნება ეს ენობრივი, დიალექტური, იქნება ეს თქვათ ფოლკლორული თუ როგორ ჩვენ მეგრული სიმღერა მოგწონს და ეს არ გვინდა ვთქვათ რომ ეს როგორ გადავიჯერო ახლა მე რომ ვინმეს ესმის ახლა იმ მეგრული სიმღერის და სვანურის ახლა სიმღერის ტექსტი მით უმეტეს სვანური ცოტა კიდევ უფრო დაშორებულია. და მე კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. აი ძალიან ხშირად ვურივ ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცებს ერთმანეთში რა ახლა აი ძალიან თქვენ გაგიგიათ თუშები. იცით თუშები ვინ არიან? იცით რომ თუშები არიან ჩამა და არიან წოვა თუშები. ბაცფებთან მივდივართ ახლა როგორც ვატყობ. აი ახლა მე მყავს უამრავი მეგობარი სხვათა შორის წოვა თუში და თქვენ ნებისმიერ მათგანს უთხრებთ რომ შენ ქართველი არ ხარო. მიუხედავად იმისა რომ ის ენობრივად ნამდვილად არ არის ქართველი. და არა თუ მონათესავე ენა, ნუ მონათესავე რა გაგებით რა ქართულ ენებშიაც არ შედის ეს წოვა თუშური. ხო? ხო. და წარმოიდგინეთ თქვენ მას რო უთხრებთ რომ შენ ქართველი არ ხარო. აი მივიდეს რა ერთი რომელიმე იმ წარმომადგენლებიდან და რას მიიღებენ ნახავენ კიდევ რა. მოდი გვარების მაგ ხალხის კონკრეტული ხალხის კი არა, რა გვარები არიან ესენი? ქართული გვარები. ქართული გვარები. ცისკარიშვილი, ლაგაზიძე, ჭრელაშვილი ბატონო და რა ვიცი, გეუბნებით ჩემთვის უახლოესი ხალხია, აი თუ რაც ახლა გვარები დასახლებთ, სამივეს მოყავს აი წარმომადგენელი და აი უახლოესი მეგობარი. კიდევ ერთ საკმაოდ დამაფიქრებელ ტენდენციას ვხედავ, იცით, რატომღაც ისე მოხდა, რომ როდესაც აი ეს დისკუსია დაიწყო ქართველური ენების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, სამიზნეებად კი არ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც მართლა შექმნა ეს თეორია. ეტყობა მაინც ეჩოთირათ, რომ თქვათ აი საქართველოს დაშლა დაქუცმაცების მომხრეებად გამოეცხადებინათ ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია და ჩემთვის ძალიან გასაკვირად აქცენტი გადაიტანეს უცხოელ ქართველოლოგებზე. ბატონ ვინფრიდ ბედერზე და ბატონ იოსტ გიპერტზე, ვისაც აი ოდნავ მაინც ჩაუხედავს ქართველოლოგიაში, ქართულ ფილოლოგიაში, მან ჩვენივრად იცის, რა დიდი დამსახურება აქვს ამ ადამიანებს. ბატონი ვინფრიდ ბედერი არის მართლა ძალიან მაღალი სამეცნიერო ღირსებების, ბატონი გიპერტის მარტო ეს ვენური პალიმსესტი რო გამოსცა, მარტო ის რა დღეს, ხო? ამ ადამიანის უზარმაზარი დამსახურება. აი მაგ შემთხვევაში, რასაც თქვენ ხვდებით, ინსტიტუციური მხარდაჭერა ჰქონდა ამას თუ არა? ეს არ ვიცი ხა ინსტიტუციური მხარდაჭერა ჰქონდა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები გამოაცხადეს რუსული სპეცსამსახურების აგენტებად. იოსტ გიპერტს ძალიან მარტივად შეუცვალეს სპეციალობა, ის ირანისტია სპეციალობით, გამოაცხადეს სლავისტიაო და შესაბამისად რუსული სპეცსამსახურების აგენტიო. ჯერთი არ არის სლავისტი. ეს ვინ გააკეთა? ეს დაწერა ბატონმა ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან, ეს ოფიციალურად დაიბეჭდა. დაიბეჭდა ეს და კაცი არა ვარ სლავისტი. იცით რა? იმას რომ რაზე მწყდება ეს თგული და რა მაშფოთებს რომ იმას რომ კავკასიოლოგია და ქართველოლოგია საბჭოთა კავშირის დროს არ დარჩენილიყო პროვინციალურ მეცნიერება და ყოფილიყო საერთაშორისო სამეცნიერო დარგი, ამას მთელი ეს თაობა ბატონი ვარლამ თოფურიას, ბატონი გურამ თოფურია, რომელიც
იცით როგორ ემსახურებოდა? ეს იყო მისთვის ნომერ პირველი საქმე. ქართველური და კავკასიური ბიბლიოგრაფიის შედგენა და ყველა წამსვლელს როგორი დიდი ჯაფის ხარჯად უჯდებოდა ყველაფერი ეს რომ მე გაეგზავნა ეს უცხოეთში და ბატონი კარლ შმიდტი და ვინფრიდ ბედერი რომ მაღალი სამეცნიერო დონის სტატიებს ბეჭდავდნენ ქართველურის და კავკასიური ენების შესახებ ეს სწორედ ამის დამსახურება იყო. დღეს ეს ადამიანები ამათ გამოაცხადეს რუსული სპეცსამსახურების აგენტებად. უნებლიე არა ისინი შეგნებულ აგენტებად. უცხოელები კი და ჩვენ დანარჩენები ბატონი აკაკი შაინძე ვარლამ თოფურია მთელი ეს პლეადა თურმე ყოფილან შედაშინებულები. და ეხლა იცით რა რაღაცაზე ხომ უნდა დაფიქრდე რომ ივანე ჯავახიშვილი დაშინებულ მეცნიერად გამოაცხადო და ნიკო ბერძენიშვილი და გიორგი ახვლედიანი. მაშინაც სხვათა შორის მათ საყვედურობდნენ წმინდა წყლის ევროპეისტიკას, ევროპულ მეცნიერებასთან კავშირს. საეჭვოდ ემთხვევა აი ამ ჯგუფის თვალსაზრისი მათ მოღალატეობაზე. ისინი პირდაპირ საქართველოს მოღალატეებად გამოცხადნენ. ერთი ფიქრი მაქვს, შეიძლება ეს ფიქრი მცდარი იყოს, მაგრამ მთელი ამ სურათიდან ისე ჩანს, რომ კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტი რაღაცნაირად ამაგრებს აი ამ შეხედულებათა სისტემას. მე მახსენდება, რომ საქართველოს ეკლესიის საჯარო მკვლელი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი არის ბატონი თამაზ გამყრელიძე, ლინგვისტი და გადაუჭერებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ რანგის ჰუმანიტარი მეცნიერი საქართველოს უბრალოდ არ ყავს. ეს რომ მე ვფიქრობ, ბატონი ტარიელი ჯერ არ არის ბატონი თამაზის ოდენა მეცნიერი და ლინგვისტი, ხო? და ასე რომ არსებობს სხვა უმოკლესი გზა საიმისოთ, რომ მეცნიერული ჭეშმარიტება უფრო ახლოს იყოს საპატრიარქოსთან, ვიდრე ეს არის თქვათ ბატონი ტარიელის საპატრიარქოსთან სიახლოვის შემთხვევაში. ხო, თუ კი მეცნიერებათა აკადემიის ორი წევრი ერთმანეთს შეხვდება და ერთი რომელიც უდავ ავტორიტეტია ლინგვისტიკაში და ქართულ ენათა თეორიის, მე როგორც ამწუთას ფილოლოგიის ელაპარაკობ, ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელია, უბრალოდ განმარტავს რა შეა საქმე. ბატონ დავით, აი სხვათა შორის მე სწორედ აი აქ მინდა ეს კითხვა დავსვა, რომ როდესაც თქვათ იმ ჯგუფის წარმომადგენლები ასე თავისუფლად მიდიან, მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ ეს წამოვიდა იქიდან. მე პირიქით მგონია და ეს მარტო ერთ ინსტიტუციას არ ეხება. აი მაგალითად ჩვენ მქონდა შეხვედრა აფხაზეთის უზენაეს საბჭოს მთელ თითქმის შემადგენლობასთან, სადაც ну აი პირველი კითხვა ეს იყო, რომ როგორ თქვენ საიდან მოიტანეთ, რომ ქართველური ენები არსებობს ასეთი ჩვენ კახა გაბუნიამ და ну რამდენიმე მეცნიერმა ახალგაზრდებმა ასე ვთქვათ, ну ასაგობრივად შედარებით. მაშინ როდესაც ну კიდევ ერთხელ აგერ ნინო ბრძანა მთელი თაობებია რა. მეორე ბატონო აგერ იგივე ისტორიის ინსტიტუტი. შეიძლება რომ ისტორიის ინსტიტუტმა პირდაპირ ოფიციალური დოკუმენტია შედგენილი, სადაც ну აი როგორ ბედავს ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომ ამ თეორიას იზიარებს. ეს ხომ რუსული ეს არის. ანუ ეს ინსტიტუციებში ვიღაცა შეაქვს. და ჩვენ დიდი ბოდიში ამ სიტყვაზე ახლა ცუდი სიტყვაა, მაგრამ ბედოვლათები ვართ რა, რომ ჩვენ ეს არ მიგვაქვს. ანუ ეს აზრი იქაც იქნება ეს საპატრიარქო, იქნება ისტორიის ინსტიტუტი თუ ის. მე მაგალითად გონია ახლა მე დღეს გეფიცებ არასოდეს არ ჩაურეულ ვარ აი ამ ტიპის გარჩევებში, ვთქვათ, თუნდაც გაზეთის და პრესის იმის ერთადერთი სტატია ისიც მეცნიერული მქონდა და ეგ იყო და ეგ არანაირი აი გაზეთში და იმაში არ ყოფილი ვარ ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით. მაგრამ ნუ იცით რა როგორ ჩანს საჭიროა რა აი რაღაც არ მინდა რომ მე თავი დავიცვა არა მაქვს მე თავი დასაცავი გასაგებია აი პოზიცია ჩემი ნამდვილად არის ასეთი რომ მე პირიქით ვამბობ თურმე აუხ ვინ ნუ სხვადასხვა ხა არ მინდა რა აი ნამდვილად მეცნიერები რომლებიც მეცნიერები არიან და არ ეკადრებათ რა რომ ასეთი კითხვაც კი დასვა აი ეს არ არის რა ამ კითხვა როგორი კითხვა აი კითხვა რომ საიდან მოიტანეთ ეს კითხვა ისტორიკოსმა არ უნდა დასვას რა გასაგებია მეცნიერმა დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემის მიწურულს მე იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლისათვის ამ საკითხის ირგვლივ მეტი რამ არის ცხადი ვიდრე იყო გადაცემის დასაწყისში და ამისათვის მადლობა ჩვენ სტუმრებს ბატონ კახა გაბუნიას ქალბატონ ნინო დობორჯგინძეს დიალოგი დღეს ამით დასრულდა მე გემშვიდობებით კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე